Cinema 4D-ს გააჩნია ძალიან საინტერესო რამოდენიმე, ესე ვთქვათ, დანამატი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება საკმაოდ საინტერესო ეფექტების მიღება. პირველ რიგში მოდით გავაკეთოთ დინამიკის ელემენტარული მაგალითი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია სინემაში, ესე ვთქვათ, ვამუშაოთ ფიგურა. და ერთმანეთზე მოვახდინოთ ფიგურების დამოკიდებულების, ესე ვთქვათ, პროექცირება. ამისათვის შემოვიტანოთ იატაკი და შემოვიტანოთ კუბი. თუ კი ახლა დავაკვირდით ღილაკს, არც კუბი არ მოძრაობს და არც იატაკი არაფერ ქმედებას არ განხორციელებს. მაგრამ საკმარისია დავამატოთ სიმულაციის თეგებში rigid body, ხო, იმ წუთასვე ფიგურა დაიწყებს მოძრაობას და ჩავარდება, ესე ვთქვათ, იატაკის ქვეშ. ხო? მე მინდა გითხრათ, რომ თეგები ეს არის ეფექტების დანამატები, რომლებიც აძლიერებენ ანიმაციას და ხშირ შემთხვევაში ამარტივებენ ანიმაციური ეფექტების გამოყენებას. იმისათვის, რომ თეგმა იმუშაოს და დაეცეს იატაკზე, საჭიროა ასევე იგივე თეგი მივანიჭოთ იატაკსაც. მოვნიშნავთ თეგს, გამოვიძახეთ კონტექსტურ მენიუს, შევდივართ სიმულაციებში და ვარჩევთ ისევ rigid bodies. ოღონდ მოვნიშნავთ მას და გადავდივართ collisionში და inherit tag-ში ვარჩევთ apple tag to children. აი ნახოთ ახლა რა მოხდება, უბრალოდ განხორციელდება ჩვენი ფიგურის. როგორც ხედავთ, ფიგურა უბრალოდ ეცემა იატაკზე, ხო? და აკეთებს რამოდენიმე მარტივ მოძრაობას. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ, ესე ვთქვათ, იატაკის ზემოქმედება, თუ კი გავუზრდით, ვთქვათ, frictions. ხო, აი შევხედოთ რა მოქმედება განხორციელდება მაშინ. ხედავთ, ფიგურა უფრო შორს გადავარდა და უფრო მეტი, ესე ვთქვათ, მოძრაობა გაქვს. გავუზრდით ნაისი. ხო? არაცა ხდება, გავუზარდეთ. მოქმედება. ხედავთ, ფიგურა ახტა და საერთოდ გადავარდა, იმიტომ დრეკადობა ამ შემთხვევაში დრეკადობა გაიზარდა გამოსახულებას, დავუკვირდით 115-მდე და შევხედოთ აი ასეთ მოძრაობებს აკეთებს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შეგვიძლია ფიგურა ვარდნასთან ერთად გამოვიძახოთ თეგი, რომელსაც ქვია soft body. Soft body-s მინიჭების შემდგომ, თუ დააკვირდებით, აი დააკვირდით ფიგურა ამ მოძრაობას აკეთებს და ესე ვთქვათ, მისი ვარდნა ხორციელდება თვითონ ძალიან შედარებით რბილ მდგომარეობაში. თუ გავუზრდით მას ასე შემდეგ. ეს ყველაზე მარტივი ანიმაცია, რომლის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია აქ, ხო? ვთქვათ, თუ შემოვიდგინოთ სხვა ფიგურას. გამოდევს რა. იმ ფიგურას არ მივანიჭებთ, ხო? არანაირ გამოსახულებას, არანაირ სიმულაციას, ამ შემთხვევაში ფიგურა ვთქვათ, ფაქტიურად ფიგურები ავტომატურად ხდებიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი და საკმაოდ საინტერესო, ესე ვთქვათ, ფორმებს, ურთიერთობის ფორმებს ამყარებენ ერთმანეთთან. მოვნიშნოთ სფერო, გადავიწამოთ. Rigid body, soft body მივანიჭებთ მას.
ხედავთ, ოპა, ხედავთ, გაჭრიდა, იცი და ჩვენ გადავარდნის იმიტაცია გააკეთა. ნახოთ ახლა მივანიჭოთ სფეროს, ასე ვთქვათ, სივრდილის მაგივრად, სოფტადის მომოთ მეათით ვეჯები ბადი. ახლა უბრალოდ დაეცა და გადმოვა. გავზარდეთ. ასე ვთქვათ. მისთვის მოძრაობები გააკეთა. შევცვალოთ სფეროსთან, გამოვიყენოთ ისე soft-body და ალბათ ნახოთ რა მოძრაობა განხორციელდება. ხედავთ? შეგვიძლია ეს კუბი უფრო ზემოდან ჩამოვაგდოთ. შესაბამისად თეგებსაც აი აქვს უამრავი თავისი ქვეფუნქცია, რომელიც გამოყენების ჩართვის ან რეაქციის შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო ეფექტები არის შესაძლებელი, რომ მიიღოთ ანიმაციისათვის.